საღამოშვიდობის 12 იანვარს BMG TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაპიაშვილი ვარ და სამუშაო დღის ბოლოს მნიშვნელოვან საქმიან ამბებზე გიყვებით BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად. უცხოელებმა საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციებში ინვესტირებაში ამცირეს. დეკემბერში არარეზიდენტების საკუთრებაში მხოლოდ 153 მილიონი ლარის სახაზინო ობლიგაციები იყო. 73 მილიონით ნაკლები ნოემბერთან შედარებით. საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 6 მილიარდ ლარს გადააჭარბა. მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგების 99%-ზე მეტი კონსერვატიულ საინვესტიციო პორტფელშია განთავსებული, რომლის რეალური წლიური ამონაგებიც 12,8% შეადგენდა. საქართველოს კაპიტალი ირაკლი გილაურთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ დირექტორთა საბჭო გილაურს სრულად ეინდობა და არ ეთანხმება არანაირ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც შტატების ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მთავრობა შესაძლოა განიხილავდეს მის წინააღმდეგ რაიმე მოქმედების განხორციელებას. საქართველოს კაპიტალში ირწმუნებიან, რომ ისინი პოლიტიკურ პროცესებში არ ერევიან და იმედოვნებენ, რომ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის შემდეგ მათ შეხედულებებს შტატებში გაიზიარებენ. არათუ დასანქცირების მოლოდინი, არამედ ჩვენ ამერიკაში ვსაქმიანობ და ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად საქმიანობის გაფართოებას და ახალი პროექტების დაწყებას გვეგმავთ. ასე პასუხობს ილია წულაია BMG-ის კითხვას, რომელიც სანქციებთან დაკავშირებით რადიო თავისუფლების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას უკავშირდებოდა. დღევანდელი ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად ლარი ევროსთან და დოლართან მიმართებით გამყარდა. 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2 ლარზე და 83 თეთრზე მრგვალდება. რაც შეეხება ევროსფას, მისი ღირებულება 2 ლარი და 89 თეთრის ფარგლებშია. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 2 ლარის და 92 თეთრის მიმართულებით იყო. უცხოელებმა საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციებში ინვესტირებაში ამცირეს. ეროვნული ბანკის ანგარიშით არარეზიდენტი პირები 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით სულ 153 მილიონი ლარის ობლიგაციებს ფლობდნენ, რაც ნოემბერთან შედარებით 73 მილიონი ლარით ნაკლებია. გასული წლის მეოთხე კვარტალში დაბანდებების ზომა 52%-ით შემცირდა. არარეზიდენტების მხრიდან სახაზინო ობლიგაციებში ინვესტირების შემცირება მეტყველებს იმაზე, რომ უცხოელი ინვესტორების ნდობა მთავრობის მიერ გამოშვებული ლარის ფასიანი ქაღალდების მიმართ კლებულობს. მთლიანობაში სახაზინო ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზომა 9 მილიარდ 700 მილიონი ლარია, საიდანაც 6 მილიარდ 700 მილიონი ლარი ქართული კომერციული ბანკების მფლობელობაშია, მილიარდ 600 მილიონი ლარი ეროვნული ბანკის საკუთრებაში, მილიარდ 200 მილიონი კი იურიდიულ პირებს ეკუთვნით. მათ შორის უმსხვილესი ინვესტორი საქართველოს საპენსიო სააგენტოა. უცხოელი პირების საკუთრებაში მხოლოდ 153 მილიონი ლარის სახაზინო ობლიგაციებია. ეს სახელმწიფო ობლიგაციების პორტფელის მხოლოდ 2%-ია. მოსახლეობის საპენსიო დანაზოგების მოცულობამ 6 მილიარდ ლარს გადააჭარბა, საიდანაც ყველაზე დიდი მოცულობის საინვესტიციო პორტფელი კვლავ კონსერვატიულია. ჯამურად გასული წლის განმავლობაში საპენსიო ფონდის რეალური ამონაგები, ანუ ინფლაციის გათვალისწინებით 13%-ის ფარგლებში იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე შედეგები დამაკმაყოფილებელია, სპეციალისტების ნაწილი გვეუბნება, რომ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობის გათვალისწინებით გარკვეული რისკები საპენსიო დანაზოგებისთვისაც იქმნება. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ მაისიდან საპენსიო სააგენტოს მმართველი ერთიანი მმართველობითი საბჭო გახდება, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული წევრებით იქნება დაკომპლექტებული. სად და რამდენად უსაფრთხოდ არის განთავსებული მოსახლეობის დანაზოგები, ნუცა შვეფაშვილი გვიყვება. მოსახლეობის საპენსიო დანაზოგების მოცულობამ 6 მილიარდ ლარს გადააჭარბა, საიდანაც საინვესტიციო ამონაგები მილიარდ 440 მილიონი ლარია. ასეთი შედეგები დაასრულა საპენსიო ფონდმა 2024 წელი. ყველაზე დიდი მოცულობის პორტფელი კვლავაც კონსერვატიული, ანუ ნაკლებ რისკიანი საინვესტიციო პორტფელია, რომლის მოცულობას ამჟამად თითქმის 6 მილიარდ ლარს აღწევს. გასული წლის აგვისტოდან დღემდე, ანუ მას შემდეგ, რაც 3 სხვადასხვა პორტფელი გაეშვა იმ მოქალაქეების საპენსიო დანაზოგებს, რომელთაც თანხები დაბალრისკიან პორტფელში აქვთ განთავსებული, თითქმის 13% სარგებელი დაერიცხა. მაღალრისკიანი პორტფელის, რომლის მოცულობაც ამ დროისთვის ყველაზე მცირე, 33 მილიონი ლარის ფარგლებშია რეალური ამონაგები, ანუ ინფლაციის გათვალისწინებით ამ პერიოდში 15.3%-ის ფარგლებში იყო.
2024 წლის დეკემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 1.9%-ს მიაღწია, თვიური ინფლაციის მაჩვენებელმა კი 0.7% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის განმავლობაში საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა 1.1% შეადგინა, რაც სების 3%-იან სამიზნე მაჩვენებელზე დაბალი აღმოჩნდა. რაც შეეხება ლარი-დოლარის გაცვლით, კურსს გასულ თვეში ლარი 0.99%-ით, ხოლო წლის ჭრილში 4.4%-ით გაუფასურდა, რამაც საპენსიო სააგენტოს პორტფელების უკუგებაზე დადებითი გავლენა იქონია. 2024 წელს დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელის რეალურმა ამონაგებმა 9.5% შეადგინა, დაბალანსებულის 10.7%, ხოლო დინამიკურის პორტფელის რეალური ამონაგები 11.5% იყო. დღეს არსებული 6 მილიარდიანი საპენსიო ფონდის თითქმის 80% ეროვნული ვალუტის სხვადასხვა ინსტრუმენტებშია განთავსებული, მათ შორის საბანკო დეპოზიტებსა და სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში. დაახლოებით 1 მილიარდი ლარი კი გლობალურ საფონდო ბირჟაზე, სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიების აქციებშია დაბანდებული. კაპიტალის ბაზრის მოთამაშეების ნაწილის მოსაზრებით საპენსიო ფონდის უმთავრეს გამოწვევად ნაკლები დივერსიფიცირება რჩება. Რომ ავიღოთ და შევხედოთ სხვა ქვეყნების საპენსიო ფონდებს, მე ვიტყოდი, რომ ჩვენი ქვეყნის საპენსიო ფონდი ერთ-ერთი მოწინავეა შედეგების კუთხით. თუმცა რაც შეეხება სხვა საკითხებს, რაზეც შეიძლება რომ უფრო გაუმჯობესების კუთხით ვისაუბროთ, ეს ეხება რა თქმა უნდა დივერსიფიკაციის ხარისხს. ვინაიდან ფონდის პორტფელის უდიდესი ნაწილი არის ლარში და ვინაიდან საკმაოდ შეზღუდულია ის ინსტრუმენტები, რომლებიც ლარშია დენომინირებული, აქედან გამომდინარე საპენსიო ფონდის უდიდესი ნაწილი განთავსებულია ისევ და ისევ კომერციულ ბანკებში, რაც ქმნის კონცენტრაციის მაღალ ხარისხს. არ ველოდები რომ 2025-ში რაიმე რადიკალური ცვლილება იქნება საპენსიო აქტივების განთავსების კუთხით. იმიტომ რომ მაინც ახალია ეს ინსტრუმენტები, რომელიც ახლა ბაზარზე გამოჩნდა, თუნდაც ფონდების ნაწილში და მაინც ვფიქრობ, რომ საპენსიო ბორდი, საპენსიო საბჭო და საინვესტიციო სამსახური საპენსიო ფონდის უფრო ფრთხილები იქნებიან ახალი ტიპის და ახალი კატეგორიის ფინანსურ ინსტრუმენტებში დაბანდებისას. სპეციალისტების ნაწილი კი ყურადღებას საპენსიო სააგენტოსთან და დანაზოგებთან დაკავშირებულ სხვადასხვა რისკებზე ამახვილებს. კაპიტალის ბაზრის ექსპერტი მარინა გულედანი, რომელიც თავის დროზე თავად იყო დაგროვებითი პენსიის კანონმდებლობის შემუშავებაში ჩართული, ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე გარკვეული რისკები იქმნება. მათ შორის, რამდენად გაგრძელდება მოსახლეობის საპენსიო თანხების დღეს არსებული საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად მართვა და ინვესტირება. მომავალში რა დაემართება საპენსიო აქტივებს, ამასთან მიმართებაში მე ვხედავ ორი ტიპის რისკს. ერთი ზოგადად ეკონომიკაში რა ხდება იქიდან გამომდინარე, იმიტომ რომ საპენსიო აქტივების უდიდესი ნაწილი სავალდებულო წესით უნდა იყოს ჩადებული ლარში დენომინირებულ ინსტრუმენტებში. ლარს რა დაემართება შესაბამისად არის ძალიან მნიშვნელოვანი საპენსიო აქტივების მოსწრებისთვის, ანუ რა ფინანსურ შედეგებს დადებს ესა თუ ის ინსტრუმენტი ლარის გარკვეულ პერიოდში. და მეორე მიმართულება პრობლემების არის, რამდენად კეთილსინდისიერად და კანონის დაცვით მოხდება ამ საპენსიო აქტივების მართვა. არა მარტო კანონიერად, შეიძლება კანონიერად მართო, მაგრამ ისეთი, ესე ვთქვათ, ჩარჩო არის ლართან დაკავშირებით განსაკუთრებით, რომ ეროვნულ ბანკს როგორც მარეგულირებას გარკვეული ბერკეტები ექნება გავლენის იმისთვის, რომ ვთქვათ, იგივე სახაზინო ვალდებულებებში ჩაიდოს თუნდაც 100% აქტივების, იმიტომ რომ ამაზე შეზღუდვა არ არსებობს. სპეციალისტების შეფასებით რისკები მზარდია იმ ფონზეც, რომ უკვე მიმდინარე წლის მაისიდან საპენსიო სააგენტოს მმართველი ერთიანი მმართველობითი საბჭო გახდება, რომელიც თავის მხრივ პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული წევრებით იქნება დაკომპლექტებული. აღსანიშნავია, რომ საბჭოს წევრობაზე განაცხადების მიღების ვადა 10 იანვარს ამოიწურა. ჩვენ გვყავს დღეს სამეთვალყურეო საბჭოში, არა, საინვესტიციო საბჭოში საპენსიო სააგენტოს ამ ეტაპზე რამდენიმე წევრი, რომელიც არის უცხოელი, მათ შორის JP Morgan-ის და წამყვანი საპენსიო ფონდების წარმომადგენლები საფრანგეთიდან და სკანდინავიიდან. ანუ ამ ტიპის კანდიდატები ძალიან დაბალი ალბათობაა, რომ დაინტერესდნენ მმართველობით საბჭოში წევრობით, არა იმიტომ, რომ ეს პოზიცია არ არის საინტერესო, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკური გარემო, რომელშიც ეს შესარჩევი პროცესი მიმდინარეობს, არის ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. ამიტომ მე გამოვრიცხავ, რომ რომელიმე მაღალი რეპუტაციის მქონე დაწესებულების, თქვათ, წარმომადგენელმა, რომელსაც ან გამოცდილების მქონე ადამიანმა მოინდომოს ესეთ საბჭოზე წევრად დაფიქსირება.
დაგროვებითი პენსიით უკვე ისარგებლა 15458 პირმა. მათზე პენსიის სახით გაიცა 61.100.000 ლარი. ამასობაში კი მიღმა მმართველობითი საბჭოს წევრებისა საპენსიო სააგენტოში კვლავ ვაკანტურია დირექტორის პოზიციაც, რომელზეც კონკურსი გასული წლის ბოლოს გამოცხადდა. შესაბამის ვაკანსიაზე განაცხადების მიღების ვადა 20 იანვარს იწურება. გასული წლის შედეგებით შესანიშნავი შვიდეულის სახელით ცნობილი უმსხვილესი კომპანიებისათვის საფონდო ბირჟებზე მეტად წარმატებული გამოდგა 2024-ში 7-დან 6-მა აქციამ საფონდო ბირჟაზე S&P 500-ზე უკეთესი შედეგი აჩვენა. Nvidia-ს, Meta-ს, Tesla-ს, Amazon-ის, Alphabet-ის და Apple-ის აქციების ფასები 500 ყველაზე მსხვილი ამერიკული კომპანიის ფონზე უფრო მეტად გაიზარდა. S&P 500-ის ზრდამ გასულ წელს 23.3% შეადგინა. დიდი შვიდეულიდან ამ აჩვენებელს მხოლოდ Microsoft ჩამორჩებოდა. ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის აქციათა ფასი გასულ წელს 12.1%-ით გაიზარდა, რაც ცუდი შედეგი არ არის, თუმცა შვიდეულის დანარჩენი წევრების ზრდასთან შედარებით ჩამორჩენა იყო. გასული წელი განსაკუთრებით წარმატებული ნახევარგამტარების უმსხვილესი მწარმოებლის Nvidia-სთვის იყო. კომპანიის აქციების ფასი 2024 წელს 171.2%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე დიდად ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიაზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა. ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული ქართული კომპანიების მაჩვენებლებს რაც შეეხება ბოლო ერთ კვირაში სამივე კომპანიის შემთხვევაში აქციების ფასის შემცირება დაფიქსირდა. საქართველოს ბანკის ჯგუფის აქციების ღირებულება შემცირდა 3.23%-ით, ერთი აქციის ღირებულება 45 გირვანქა სტერლინგია, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 2.200.000.000 სტერლინგს უტოლდება. 6 თვეში კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია გაზრდილია 3.9%-ით. TBC ბანკის ჯგუფის შემთხვევაში აქციების ღირებულება კვირის ჭრილში 2.73%-ით შემცირებას აჩვენებს. ბანკის ერთი აქციის ფასი კი 30.25 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 1.7 გირვანქა სტერლინგს უტოლდება და ბოლო 6 თვის მაჩვენებლებს თუ შევხედავთ, 6 თვის ჭრილში საბაზრო კაპიტალიზაციის ზრდა 2.99 იყო. რაც შეეხება საქართველოს კაპიტალის აქციებს, წლიურ ჭრილში კლება 7.73% იყო, ერთი აქციის ფასი 11.46 გირვანქა სტერლინგი, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი ამ დროისათვის 534.100.000 გირვანქა სტერლინგს შეადგენდა. ბოლო 6 თვეში კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 9.14%-ით არის გაზრდილი. ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული საქართველოს კაპიტალი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გილაური იმ 25 პირს შორის არის, რომელთა დასანქცირებაც შეერთებული შტატების კონგრესმენებმა შტატების ახალ ადმინისტრაციას შესთავაზეს. საქართველოს კაპიტალში ამბობენ, რომ საბჭო აქტიურად მუშაობს შტატების ოფიციალურ პირებთან გარემოებების გარკვევისათვის. განცხადებაში ნათქვამია, რომ დირექტორთა საბჭო ირაკლი გილაურს სრულად ენდობა და არ ეთანხმება არანაირ მოსაზრებას, რომ შტატების ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მთავრობა შესაძლოა განიხილავდეს მის წინააღმდეგ რაიმე მოქმედების განხორციელებას. საქართველოს კაპიტალში ირწმუნებიან, რომ ისინი პოლიტიკურ პროცესებში არ ერევიან და იმედოვნებენ, რომ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის შემდეგ მათ შეხედულებებს შტატებში გაიზიარებენ. საქართველოს კაპიტალი არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული საჯარო კომპანია და მისი ძირითად აქციონერებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ინსტიტუციონალური ინვესტორები წარმოადგენენ. ირაკლი გილაურის ხელმძღვანელობით კომპანია იმართება კორპორაციული მართვის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა პირთა საკმაოდ ფართო წრის მიმართ და შესაბამისად. ჩვენი კომპანიის პოლიტიკა ყოველთვის ითვალისწინებდა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესში ჩაურევლობას. დირექტორთა საბჭოს გააჩნია სრული ნდობა ირაკლი გილაურისადმი და არ ეთანხმება არანაირ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ამერიკის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მთავრობა შესაძლოა განიხილავდეს მის წინააღმდეგ რაიმე მოქმედების განხორციელებას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის და განხილვის შედეგად ნებისმიერი უფლებამოსილი ორგანო გაიაზრებს ჩვენს შეხედულებას. საქართველოს კაპიტალი აგრძელებს კორპორაციული მართვის უმაღლესი სტანდარტებით მოქმედებას და მიმართავს ყველა საჭირო ზომას კომპანიის და ირაკლი გილაურის მიმართ დაუსაბუთებელ ბრალდებებზე საპასუხოდ.
არქის დამფუძნებლის ილია წულაიას განცხადებით, შტატების მიერ მისი დასანქცირების არანაირი საფუძველი არ არსებობს, ასე უპასუხა მან BMG-ის კითხვას, რომელიც რადიო თავისუფლების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას უკავშირდებოდა. ეს არის აბსურდი, ამბობს წულაია და მოუწოდებს რადიო თავისუფლებას გამოაქვეყნოს კონგრესმენების მიერ გაგზავნილი წერილი. ასეთის არსებობის შემთხვევაში. წულაიას თქმით, არანაირი დასანქცირების მოლოდინი არ აქვს და კომპანია ამერიკის შეერთებულ შტატებში პარტნიორებთან ერთად პროექტების გაფართოებას გეგმავს. ეს არის აბსურდი. არანაირი საფუძველი იმისა, რომ ჩემი რაიმე ფორმით დასანქცირების საკითხი განიხილებოდეს, არ არსებობს. არქის და ჩემი პირადი ბიზნესის დაფუძნების დღიდან ხორციელდებოდა და ხორციელდება დასავლურ ღირებულებებზე დაყრდნობით, გამჭვირვალედ და კანონმდებლობის სრული დაცვით. მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას აღვიქვამ როგორც დამოუკიდებელ ბიზნესზე შანტაჟის და ზეწოლის მცდელობას. საერთოდ ეჭვი მეპარება ისეთი წერილის არსებობაში, სადაც ვინმე საღად მოაზროვნე ჩემს სახელს და გვარს ამ კონტექსტში ახსენებს. მოუწოდებ ამ ინფორმაციის გამავრცელებელს არსებობის შემთხვევაში გამოაქვეყნოს ეს წერილი. თუ აღმოჩნდება, რომ მართლა არსებობს მსგავსი წერილი, ბუნებრივია ამაზე მექნება სამართლებრივი რეაგირება. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, 100%-ით გამოურიცხავ, რომ ვინმე სერიოზულად განიხილავს ჩემთან დაკავშირებით მსგავს დაუსაბუთებელ და აბსურდულ მიმართვას ასეთის არსებობის შემთხვევაში. არათუ დასანქცირების მოლოდინი, არამედ ჩვენ ამერიკაში საქმიანობთ. მოგეხსენებათ, არქი ფლორიდაში დეველოპერულ პროექტს ახორციელებს და ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად საქმიანობის გაფართოებას და ახალი პროექტების დაწყებას ვგეგმავთ. არქის 2025 წელს საქართველოშიც ძალიან ამბიციური გეგმები აქვს და ბევრი ახალი და მასშტაბური პროექტის დაწყებას ვაპირებთ. ეს ემსახურება ბულინგს. ეს ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის პასუხია BMG-ის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ასევე რადიო თავისუფლების მიერ გამოქვეყნებულ სტატიას მისი ძმის სულხან პაპაშვილის მოხსენიებას უკავშირდებოდა. პაპაშვილი რადიო თავისუფლებას მოუწოდებს გამოაქვეყნოს მტკიცებულებები, რას ედავებიან მის ოჯახს. ბიზნესმენი ამბობს, რომ დამატებითი გარემოებების გარკვევის მიზნით პარტნიორების და მეგობრების მეშვეობით კომუნიკაცია აქვთ შტატების ოფიციალურ პირებთან. რადიო თავისუფლების ინფორმაციით შეერთებული შტატების კონგრესის წევრებმა შტატების ახალ ადმინისტრაციას გაუგზავნეს წერილი, რომელშიც მიცემული იყო 26 სხვადასხვა პირისგან შემდგარი სია, რომელთა დასანქცირებაც არის მოთხოვნილი. ამ პირებს შორის კი მოხსენიებულია ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი. რადიო თავისუფლებას მიმართავ, რომ მტკიცებულებები წარმოადგინოს სანამ რამეს აკეთებს ესეთ გამანგრევას ქართული ბიზნესისთვის. ჩვენ ვართ 40 წელი ბიზნესში ვარ და ერთი მტკიცებულება მოიტანოს მე და ჩემი ოჯახის წევრები, რომელ სახელმწიფო ფულთან ქონდა შეხება. თქვენთვის გაუგებარია, რატომ მოხდით ამ სიაში და ითხოვთ გაუგებარი ქართული საზოგადოებისთვის გაუგებარია, იმიტომ რომ ამ ოჯახს არასოდეს არ ქონია სახელმწიფოს ფულთან შეხება. არავინ ეგეთ არც რუსეთში, არც უკრაინაში და არსად ეგეთ ქვეყანაში, სადაც კითხვის ნიშნები არის, არასოდეს ბიზნესი არ ქონია, არაფერი შეხება არ აქვს, გაუგებარი კი არა, აბსოლუტურად ნათელია რა მიზანსაც ემსახურება ეს ბულინგს. ბულინგს რისთვის? აი რატომ მოგიჩვენეს? ჩემთვის ბულინგს რომ გამოვედი და თქვი შერიგდით ქართველებო და პარლამენტში შედით მეთქი. დეველოპერულ კომპანია VR Holdings-ში ვერ ხვდებიან თუ რატომ შეიძლება ყოფილიყო მათი კომპანიის დამფუძნებელი ბიზნესმენი ნოშიკო ნამორაძე შტატების კონგრესმენთა მიერ მომავალი სახელმწიფო მდივნისთვის მარკო რუბიოსთვის საქართველოში დასანქცირებული პირების შესახებ გაგზავნილ სიაში. ეს სია გასული კვირის ბოლოს საკუთარ წყაროზე დაყრდნობით რადიო თავისუფლებამ გაავრცელა და მასში ძირითადად ქართულ ოცნებასთან აფილირებული კერძო სექტორის წარმომადგენლები არიან მოხსენიებული. საერთოდ ვერ ხვდებით, რატომ არის დასანქცირებულ ადამიანთა სიაში ან რა კავშირშია ყოველივე ამასთან ჩვენი კომპანიის დამფუძნებელი ნოშიკო ნამორაძე. თუმცა გასაგებია, მათი ხელწერა დემოკრატიის სახელით უნდათ რომ დასაჯონ ადამიანი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამორაც ჩვენთვის წარმოუდგენელი და მიუღებელია. ისინი აგრძელებენ იგივე მეთოდებით მუშაობას, როგორც 2012 წლამდე მუშაობდნენ. მეორე, VR Holdings გააჩნია სრული ნდობა ნოშიკო ნამორაძისადმი და არ ეთანხმება არანაირ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ქვეყნის მთავრობამ შესაძლოა მის წინააღმდეგ განახორციელოს რაიმე ქმედება, თუნდაც სანქცია. და ბოლოს, ჩვენი დამფუძნებელი იყო, არის და იქნება მყარ საკუთარ პოზიციაზე, რომელსაც ვერანაირი სანქცია, დაშინება თუ სხვა ბერკეტი ვერ შეაცვლევინებს. 2008 წელს არ დაშინებულა და ახლა ხომ საერთოდ სასაცილო ამაზე საუბარი.
დღის განმავლობაში ანდრო ჭიჭინაძის დედასთან და აქტივისტებთან შეხვედრა იყო საქართველოსა და TBC ბანკის სათაო ოფისებში. საქართველოს ბანკის სათაო ოფისში 12 საათზე არჩილ გაჩეჩილაძესთან და ბანკის მენეჯმენტის სხვა წევრებთან ერთად საათნახევრიანი შეხვედრის შემდეგ მედიასთან ლიგა გუნცაძემ თქვა, რომ საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორისგან მიიღეს დასტური, რომ არ შეიზღუდება და არ დაისჯება არც ერთი თანამშრომელი, რომელიც 15 იანვარს გაიფიცება. ვისაც უნდა ის გამოვა დააფიქსირებს თავის პროტესტს და შეგვიძლია რომ არავინ არ დაისჯება. ძალიან კონსტრუქციული საუბარი ჰქონდა. ეხლა ჩვენ ველოდებით ამის აღსრულებას და ნახოთ რა კომენტარს გააკეთებენ. მივიღეთ პასუხი, ისინი არასდროს არ უშლიდნენ თავიანთ თანამშრომლებს გამოხატვის თავისუფლებას და არც შეუშლიან მომავალში, ესე იგი არც 15-ში შეუშლიან ხელს და ამის დადასტურებას ველი. ძალიან მწვავეა ეს კრიზისი, პატიმრები, სრულიად უდანაშაულო პატრიოტები, ახალგაზრდები სხედან ციხეებში და სწორედ ეს ახალი კომპონენტი გამაფრთხილებელი გაფიცვის სახით არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეროვნული სიგნალი ივანიშვილისათვის, რომ მან დაინიშნოს ახალი არჩევნები, ახალი ცესკოს პირობებში და გათავისუფლდნენ პატიმრები. ამიტომ უამრავი ადამიანი აპირებს ამა თუ იმ ფორმით და ჩართულია კიდეც საპროტესტო მოძრაობებში და ჩვენთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მიგვეღო სიგნალი, მიგვეღო პასუხი საქართველოს ბანკის, იმიტომ რომ გიგანტია საქართველოს ბანკი, ისევ როგორც მეორე გიგანტთან მივალთ ახლა TBC ბანკთან, ესენი ვეებერთელა ორგანიზაციები არიან და ქართული საზოგადოების ნაწილია, ხომ, მათი თანამშრომლებიც. 15 საათზე დაანონსებული შეხვედრა TBC ბანკის სათაო ოფისში საინიციატივო ჯგუფის წევრებთან შედგა. საპროტესტო მსვლელობას წარმომადგენლებს ვახტანგ ბუცხრიკიძესთან ჰქონდათ შეხვედრა და მენეჯმენტის სხვა წარმომადგენლებთან. რეჟისორმა პაატა ციკოლია მოგვიანებით TBC ბანკისგან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ მათ მიიღეს პასუხი, რომ საკუთარი აზრის დაფიქსირებისათვის არც არავინ დაისჯილა და არც არავინ დაისჯება მომავალში. ქართულ ხალხს, ქართულ საზოგადოებას პირი აქვს უკვე დიდი ხანია შეკრული, რომ უნდა ცვლილება და მე მგონია, რომ 14 რიცხვის გამაფრთხილებელი გაფიცვა იქნება კიდევ ერთი ესეთი ძლიერი ნიშანი, რომ ჩვენ ვიცით რა გვინდა და რომ ჩვენ ნამდვილად შეგვწევს ძალა, რომ გავიმარჯვოთ და ეს გამარჯვების რწმენა კიდევ მეტად გაღვივდება ჩვენში და კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან მორალურ ნაბიჯს გადავდგამთ. SP ჯგუფი 15 იანვრის საყოველთაო გაფიცვას უერთდება და კომპანიას საქმიანობას 5 წუთით შეაჩერებს. განცხადებაში, რომელიც კომპანიის დამფუძნებელმა კახა ოქრიაშვილმა სოციალური ქსელით გაავრცელა, წერია, რომ SP ჯგუფი უერთდება საყოველთაო გაფიცვას 2 მოთხოვნით, ჩატარდეს ახალი გამჭვირვალე უმაღლესი სტანდარტის საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ერთი სიტყვით ვითხოვთ სამართლიანობას, წერს ოქრიაშვილი. რაკი SP ჯგუფი წარმოადგენს სამედიცინო კომპანიას, ჩვენ არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება არ გვაქვს. რამდენიმე საათით სრულად შევაჩეროთ მუშაობა, ამიტომ ვაჩერებთ ჩვენ საქმიანობას 5 წუთით, თუმცა ეს პროტესტიც იქნება იმგვარი, რომ ამ 5 წუთის განმავლობაშიც ერთმა მორიგე ფარმაცევტმა უზრუნველყოს გადაუდებელი შემთხვევების მომსახურება, წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. დემოკრატ კონგრესმენ სტივ კოენის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხი რუსეთთან უფრო ახლოს მიყავს, სადაც მისი გული და მისი ფულია. როგორც დემოკრატმა კონგრესმენმა და ქართული კოშმარის აღიარების აქტის თანაავტორმა ამერიკის ხმასთან საუბრისას განაცხადა, საჭიროა საქართველოსთან ურთიერთობების შეჩერება, მანამ სანამ ქვეყანაში არ ჩატარდება ახალი არჩევნები. კონგრესმენი ამბობს იმასაც, რომ დღეს პარლამენტში მხოლოდ ივანიშვილის ხალხია და არ გამორიცხავს, რომ დამატებითი სანქციები დაწესდეს. ამ ეტაპზე კონგრესში საქართველოს ორი მნიშვნელოვანი კანონპროექტია ინიცირებული, ერთი განახლებული მეგობრობის აქტია, მეორე კი ქართული კოშმარის არაღიარების აქტი. ორივეს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, ანუ მისი ინიციატორები არიან კონგრესმენები, რომელიც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიიდან. ქართული კოშმარის არაღიარების აქტით იგრძალება ქართული ოცნების მთავრობის აღიარება. კოენი ამბობს, რომ არალეგიტიმურ მთავრობასთან ურთიერთობა იქამდე არ ექნებათ, სანამ არ დამტკიცდება, რომ საქართველოში ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი ახალი არჩევნები. ეს უბრალოდ საბაზისო სტანდარტია, რომელიც ჩვენ უნდა დავიცვათ, რომ იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომ წავახალისოთ დემოკრატია მთელ მსოფლიოში და ახლა საქართველო არაა ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელიც ამას აკეთებს, ამბობს კონგრესმენი.
გასულ წელს საქართველოში საქონლის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 63 მილიარდ 429 მილიონი დოლარი შეადგინა, ზრდა 8%-ია. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ვაჭრობის ექსპრეს მონაცემებით, შარშან ექსპორტი 7.8%-ით 6 მილიარდ 560 მილიონ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 8.1%-ით 16 მილიარდ 868 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ავტოიმპორტიორების ინფორმაციით, საქართველოდან ყაზახეთში ავტომობილების რეექსპორტი შემცირდა. მიზეზი ყაზახეთის მხრიდან ავტომობილებზე 30-40%-ით გაზრდილი გამბაჟების აფასურია. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია იმერეთში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 25.2 მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელების შესაძლებლობას სწავლობს. პროექტის KfW-ს დაფინანსებით განხორციელება იგეგმება. გასული წლის 30 სექტემბერს დასრულებული ფინანსური წლისათვის BDO-ს გლობალურმა კომბინირებულმა შემოსავალმა 15 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Capital Express მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია გაუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. სოფლიოში ნავთობის ფასი იზრდება. ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულება $81 გასცდა. WTI-ის ფასი $78 ნიშნულზეა. შავი ოქროს ფასზე გავლენა ამ ეტაპზე შტატების მხრიდან სანქციებმა და შექმნილმა მოლოდინებმა განაპირობა. საერთაშორისო ბაზრებზე საწვავი ძვირდება. ბოლო 1 თვის განმავლობაში ბარელი ბრენტის ღირებულება თითქმის 10%-ით ზრდას აჩვენებს და $80 სცდება. შტატების სანქციების ახალი პაკეტი სამიზნეში იღებს რუსეთის ენერგეტიკის სფეროს, რომელსაც სახაზინო დეპარტამენტი მოსკოვის შემოსავლების ძირითად წყაროდ მოიხსენიებს და სანქციებს უწესებს რუსეთის ნავთობის ორ უდიდეს მომპოვებელს, გაზპრომ ნეფტს და სურგუტნეფტგაზს, ისევ როგორც 180-ზე მეტ გემს ათობით ნავთობით მოვაჭრეს, ნავთობის საბადოებისათვის სერვისების მიმწოდებლებს, სადაზღვევო კომპანიებს და ენერგეტიკის სფეროს ოფიციალურ პირებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციებს დიდი ბრიტანეთიც უერთდება, რომელიც ასევე ასანქცირებს ნავთობის ორ უდიდეს რუსულ კომპანიას, გაზპრომ ნეფტსა და სურგუნეფტგაზს. კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ მიმდინარეობს გზების ძიება, რომ შტატების მიერ რუსეთის მიერ ნავთობის სექტორისათვის დაწესებულ სანქციებს მინიმალური გავლენა ჰქონდეს. პესკოვის განცხადებით, არსებულმა ვითარებამ არაერთხელ აჩვენა, რომ ენერგომატარებლების მიწოდების წყაროებს ასე უბრალოდ ვერ გადაჭრი. ამიტომ მოძველებული იქნება გზები იმისთვის, რომ სანქციების შედეგები იყოს მინიმალური, განმარტავს პესკოვი. საერთაშორისო ბაზარზე არსებული დინამიკის გათვალისწინებით, ადგილობრივი ნავთობიმპორტიორები ჯერჯერობით საქართველოში ამბობენ, რომ მათ აქვთ მარაგები და ქვეყანაში საწვავის ფასის დაკორექტირება ამ მოცემულობით უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის. თუმცა თუ საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ღირებულება ზრდას გააგრძელებს, სავარაუდოდ საწვავის ფასის გადახედვა საქართველოშიც საჭირო იქნება. დეტალებზე ანუკა ჯოხაძე. საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ღირებულება ბოლო 1 თვეში 10%-მდე გაიზარდა. შავი ოქროს ფასმა ზრდა 26 დეკემბრიდან დაიწყო და ბრენტის ღირებულებამ იანვრის შუა რიცხვებისთვის $81 გადააჭერბა. ანალიტიკოსები საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირებას რუსეთის მისამართით ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების ამოქმედებით ხსნიან. ბრენტის ღირებულება უკვე $81 ნიშნულსაც კი უახლოვდება და ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მთავარი ეს არის ამერიკის მხრიდან ახალი სანქციების დაწესება რუსული ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ, რაც არის საერთო ჯამში იმ ტანკერების ფლოტი, რომელსაც რუსეთი იყენებდა როგორც წესი ჩინეთისა და ინდოეთის მოსამარაგებლად და ვინაიდან ეს მიწოდების გზა არის შეზღუდული, ბაზარზე ჩნდება დამატებითი მოთხოვნა ამ ქვეყნების მხრიდან, რომელიც რუსეთის მხრიდან ვერ კმაყოფილდება, რაც იწვევს ხელოვნურად გაძვირებას ნავთობისა. ამას ემატება, რა თქმა უნდა, ზამთრის პერიოდით, რადგანაც ზამთარში როგორც წესი ენერგორესურსებზე ფასები ბუნებრივად იმატებს, თანაც ოპეკი მოგეხსენებათ მიწოდებას არადა არ ზრდის, თან ამასთან გვაქვს მოლოდინი საკმაოდ ნეგატიური პრეზიდენტ ტრამპის მოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც აანონსებს ახალ სანქციებს როგორც ჩინეთის, ასევე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ამიტომაც ინვესტორებს აქვთ მოლოდინი იმისა, რომ მომავალში შეიძლება ნავთობი კიდევ უფრო მეტად გაძვირდეს. ადგილობრივი ნავთობიმპორტიორები გვიხსნიან, რომ საქართველოში საწვავის გაძვირების რისკები არსებული მარაგების გათვალისწინებით არ არსებობს. ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის თქმით, 1 თვის საწვავის მარაგით ფასების შენარჩუნება მოხდება. ვახტანგ გიობაშვილის თქმით, ბიზნეს ფასის კორექტირება იმ შემთხვევაში მოუწევს, თუ გრძელვადაში საერთაშორისო ბაზარზე ბრენტის ფასი ზრდას გააგრძელებს. 1 თვის განმავლობაში, ვთქვათ, რაც არ უნდა მოხდეს ჩვენს ირგვლივ სანავთობო ბაზრებზე, ყველა კომპანიას შეუძლია შეინახოს თავი და შეინახოს ბაზარი, რომ კატასტროფულად არ მოხდეს
ესე ვთქვათ, ფასთა ცვალებადობა. თუ გააგრძელებს სოფლიო სანავთობო ბაზარი გაძვირებას, ბუნებრივია ყველა მომხმარებელ სოფლიოში, ყველა მომხმარებელ ქვეყანაზე იმოქმედებს. წლის ბოლოს შევსებული მარაგების იმედი აქვს სენტო პეტროლიუმის დირექტორსაც. მისი თქმით, ნავთობიმპორტიორებს 2-3 კვირის საწვავის მარაგი აქვთ, თუმცა სანქციების რეჟიმი თუ კიდევ გამკაცრდა საერთაშორისო ბაზარზე ნავთობი კიდევ გაძვირდება, რასაც გავლენა ადგილობრივ ბაზარზეც ექნება. ზაალი იაკობიძის მოლოდინია, რომ ნავთობ კომპანიების საწვავს საქართველოში იმ ბაზრიდან შემოიტანენ, რომლის ფასიც უფრო ხელსაყრელი და მომგებიანი იქნება. თუ ესეთი ტენდენცია გაგრძელდა, ანუ რუსეთის ესეთი მაქსიმალური დაასანქცირება და არის საუბრები იმაზე, რომ ანუ მთავარი მომხმარებელი ვინც არის რუსეთის ნავთობპროდუქტების, ნავთობის, ჩინეთი, მათაც აეგრძალებათ ყიდვა. ამას შეიძლება ერთი მხრივ საერთაშორისო ბაზარზე ფასის მატება გამოიწვიოს, მაგრამ მეორე თუ იქ სიჭარბე შეიქმნა რუსეთის ბაზარზე, ამას შეიძლება რუსეთის ბაზარზე პირიქით კლება გამოიწვიოს. სრულიად ლოგიკურია, რომ ამ შემთხვევაში რუსეთმა დაიწყოს დავიცი საქონლის უფრო ნაკლები ფასით მიწოდება სხვადასხვა ქვეყნებისათვის, რომ ის სიჭარბე, რომელიც შეიძლება იქნეს წარმოშობილი, მოახერხოს იმ სიჭარბის რეალიზაცია. ამ დროისთვის ადგილობრივ ბაზარზე ბრენდირებულ თუ არა ბრენდირებულ სადგურებზე საწვავის ფასები ასე ნაწილდება. სუპერის ტიპის საწვავის ღირებულება 3 ლარი და 50 თეთრიდან 3 ლარსა და 55 თეთრამდე მერყეობს. პრემიუმის ფასი 3 ლარიდან იწყება და 3 ლარსა და 19 თეთრამდეა. ხოლო რეგულარის ტიპის საწვავის შეძენა 2 ლარი და 84 თეთრიდან 2 ლარსა და 97 თეთრამდე არის შესაძლებელი. დიზელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ სადგურებში 2 ლარი და 98 თეთრიდან 3 ლარსა და 10 თეთრამდე მერყეობს. საქართველოში საქონლის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 63 მილიარდ 429 მილიონი დოლარი შეადგინა გასული წლის განმავლობაში, რაც წინა 2023 წელთან შედარებით 8%-იან მატებას ნიშნავს. საქსტატის მიერ განახლებული ვაჭრობის ექსპრეს მონაცემების მიხედვით 2024 წელს ექსპორტი 7.8%-ით 6 მილიარდ 560 მილიონ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 8.1%-ით 16 მილიარდ 868 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ექსპრეს მონაცემებით უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა გასულ წელს 10 მილიარდ 308 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44%-ია. მაშინ როცა 2023 წელს სავაჭრო სალდო უარყოფითი იყო და 9 მილიარდ 517 მილიონ დოლარს შეადგენდა. ავტოიმპორტიორების ინფორმაციით საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი შემცირდა. მიზეზი ყაზახეთის მხრიდან დაანონსებული ავტომობილებზე გამბაჟების საფასურის ზრდა, რომელიც ჯერ ძალაში არ შესულა, თუმცა მოლოდინის გამო, რომ საგადასახადო ცვლილებები 1 იანვრიდან ამოქმედებოდა, ყაზახმა ავტოდილერებმა საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტზე გაყვანისაგან თავი შეიკავეს. რა გავლენა ექნება ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში საბაჟო ტარიფების ცვლილებას საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტზე? ელენე გოგბერაშვილი სიუჟეტში გიყვებით. ავტოიმპორტიორების განცხადებით საქართველოდან ავტომობილების ექსპორტი შემცირდა. მათი თქმით, ამის მთავარი მიზეზი ქვეყნისთვის ნომერ მეორე მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში ყაზახეთში ავტომობილების განბაჟების ტარიფების მოსალოდნელი ზრდა, რის გამოც ყაზახმა ავტოდილერებმა საქართველოდან ავტომობილების გაყვანისგან თავი შეიკავეს. ცვლილებები, რომელიც 1 იანვრიდან უნდა შესულიყო ძალაში არაოფიციალური ინფორმაციით 6 თვით გადავადდა, თუმცა საგადასახადო ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილი გაურკვევლობა იმპორტიორების თქმით უკვე აისახა სტატისტიკაზე. მათი გათვლებით კლება ყაზახეთის მიმართულებით დაახლოებით 25-30%-ია. როცა იცოდნენ ავტომოვაჭრეებმა იმის შესახებ, რომ გამბაჟების ღირებულება უნდა გაზრდილიყო, ყველა იკავებდა თავს შესაბამისად ნოემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი იყო ვარდნა. სადღაც იწყება 10%-დან და ადის დაახლოებით 30-35%-მდე კლება. ყაზახეთი ავტომობილებზე საბაჟო გადასახადის 48%-ით გაზრდას გეგმავს. ჯერ ოფიციალური წყაროები ინფორმაციას არ ავრცელებენ, თუმცა ბიზნესი ამბობს, რომ საგადასახადო ცვლილებები ივნისიდან შევა ძალაში. მათი მოლოდინია, რომ ივნისამდე პერიოდში ყაზახი ავტოდილერები საქართველოდან ავტომობილების გაყვანას განაახლებენ, თუმცა შემდგომში გადასახადების ზრდა ბუნებრივია საქართველოდან ყაზახეთში რეექსპორტის კლებას გამოიწვევს.
ობარია 48%-ზე, მაგრამ ასევე ყაზახური მხარე გვეუბნება, რომ ეს 48% ისედაც არსებობდა, ოღონდ კერძო ფიზიკური პირების შემთხვევაში, როდესაც ფიზიკურ პირს ყაზახეთის მოქალაქეში შეყავდა აქამდეც, ასე ვთქვათ, ქვეყანაში ავტომობილი, იგი ვალდებული იყო ეს თანხა გადაეხადა. იქ ცოტა რთული სისტემაა, საგადასახადო თვალსაზრისით, თუ შევა ეს გადაწყვეტილება ძალაში, თუნდაც იმ 6 თვის შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს უარყოფითად იმოქმედებს ჩვენ რეექსპორტზე, ანუ ყაზახურ მოთხოვნაზე. 2024 წლის 11 თვის მონაცემებით ყაზახეთი საქართველოსთვის მთავარ საექსპორტო ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა. მსუბუქ ავტომობილებს კი საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ნომერ პირველი პოზიცია უჭირავს. ამავე პერიოდში საქართველოდან 97,831 მსუბუქი ავტომობილი გაიყიდა, საიდანაც 78,5% ყირგიზეთიდან ყაზახეთზე მოდის. ძალიან მცირედი რაოდენობით არის შემცირება რეექსპორტის მიმართულებით. ეს რა თქმა უნდა ალბათ არის მოლოდინი ყაზახეთში და ყირგიზეთში საგადასახადო ცვლილებებთან დაკავშირებით, იყო რაღაც გარკვეული მოლოდინები და ამიტომ ცდილობდნენ ავტომობილების გაყვანა რაღაც დროით გადაეღოდებიათ, სადაც ეს არ გაერკვეოდა. მაგრამ სხვა ქვეყნებიდანაც, როგორც არის უზბეკეთი და სხვა შუა აზიის ქვეყნები, იქიდანაც არის საკმაოდ დაინტერესება და 2025 წელს გვაქვს მოლოდინი, რომ რეექსპორტის რაოდენობა გაიზრდება, ასევე ველოდებით აზერბაიჯანის საზღვრის გახსნას, რაც ცალსახად გაზრდის რეექსპორტის რაოდენობას. ქართულ ავტოიმპორტიორებს დღემდე საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევენ ყირგიზი და ყაზახი ავტოდილერები, რომლებსაც საქართველოში ავტომობილები ჩამოჰყავთ და ქვეყნიდან რეექსპორტის მიზნით თავადვე გახყავთ. შემოვიდა ფოთის პორტში ან ბათუმის პორტში, წამოიყვანეს მანქანები, ჩამოიყვანეს საქართველოში გააკეთეს. და ეს კომპანიები არის ფიზიკურად ყირგიზების, ყაზახების, რუსთავში რომ ჩახვიდეთ, რუსთავის შესასვლელში მარცხენა მხარეზე ავტოსადგომებია დიდი და იმ ავტოსადგომებზე რომ შეხვიდეთ, თქვენ დაათვალიერებთ და ნახავთ, რომ ძალიან ბევრი ყაზახური კომპანია, ერთი თვეა გოადა ტრანზიტის და ტრანზიტის შემთხვევაში მოაქცევენ ტრანზიტად საქართველოს ტერიტორიაზე, ამ მანქანების შეკეთება მოხდება და გავა იგივე ყირგიზეთი, იგივე აზიის ქვეყნებში, აქედან საქართველოს არაფერი არ იქნება, იმიტომ რომ რეექსპორტის ვერ დაექვემდებარება, იმიტომ ტრანზიტია. ყაზახეთის ხელისუფლების მხრიდან საბაჟო ტარიფების გაზრდის პირობებში ქართველი ავტოიმპორტიორები აღნიშნული ბაზრიდან მოთხოვნის შემცირებას ელიან. ის რაზეც უკვე საუბრობს ბიზნესი, აისახა თუ არა ოფიციალურ სტატისტიკაში და შემცირდა თუ არა ჯამურად საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი ყაზახეთის მიმართულებით მომავალ კვირას გახდება ცნობილი. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გარემოს დაცვითი შეფასების სამსახურის თბილისის შემოვლითი გზის წიწამური ავჭალის 6,5 კილომეტრიანი მონაკვეთი გზის დეტალური სქემა წარადგინა, რომელიც 3,4 კილომეტრიანი გვირაბის გაყვანას ითვალისწინებს. თბილისის შემოვლითი გზის პროექტირების სამუშაოები ჯერ კიდევ 2017 წლიდან მიმდინარეობს და მასზე იტალიური საინჟინრო კომპანია ANAS International Enterprise და IRD Engineering მუშაობდნენ. ახალი მაგისტრალის პროექტირება არაერთი წელია, რაც მიმდინარეობს. ავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის წიწამური ავჭალის 7 კილომეტრიან მონაკვეთზე რამდენიმე ალტერნატივიდან შერჩეული არის ალტერნატივა, რომელიც 3,4 კილომეტრიანი პარალელური გვირაბების გაყვანას ითვალისწინებს. გზის ამ მონაკვეთთან დაკავშირებით საჯარო განხილვა მცხეთასა და თბილისში 18 თებერვალს იგეგმება. დაინტერესებულ პირებს და ორგანიზაციებს გზის მონაკვეთთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნების თუ კომენტარების გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სამსახურში გაგზავნა 7 მარტამდე შეუძლიათ. თბილისის შემოვლითი გზის საპროექტო სიგრძე 50 კილომეტრია და ის მცხეთის ჯვრის მონასტრის მიმდებარედ დაიწყება. გვირაბის მეშვეობით ავჭალის, გლდანის და თბილისის ზღვის მიმართულებით გაგრძელდება. შემოვლის ლილოს დასახლებას და სამხრეთით რუსთავისკენ მიემართება. სწორედ ამ გზის მეორე ლოტი იქნება წიწამური ავჭალის გზის მონაკვეთი. გამოქვეყნებული ინფორმაციით, ახალი მაგისტრალი ზემოქმედებას მოახდენს კერძო საკუთრებაში არსებულ 183 მიწის ნაკვეთზე, რომელთა ფართობით 329,310 კვადრატული მეტრია. ის ასევე გავლენას იქონიებს 56 სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მისი ჯამური ფართით 123,961 კვადრატულ მეტრს უტოლდება. პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადება სავარაუდოდ გეზეში გადაწყვეტილების გაცემის შემდეგ მოხდება.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია იმერეთში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 25.2 მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის პროექტის შესრულების შესაძლებლობას სწავლობს. განაცხადების თანახმად პროექტის KfW-ს მიერ დაფინანსებით განხორციელება იგეგმება. პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე GOGC გეგმავს დაიქირაოს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მოამზადებს სრულ პროექტს და ეკონომიკურ-ტექნიკური დასაბუთების დოკუმენტს აღნიშნული ქარის ელექტროსადგურისათვის. პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე საჭიროა სრულფასოვანი ეკონომიკური დასაბუთების კვლევის მომზადება, გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების შეფასების მომზადება, ქარის მზომის შესყიდვა და მონტაჟის შესაბამისი ტერიტორიისათვის. დროებით ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთი 5 მილიარდ 200 მილიონ რუბლს გადასცემს დახმარებისათვის. ეს თანხა დოლარში 48 მილიონი დოლარია. ჯამში ოკუპირებული აფხაზეთის 2025 წლის ბიუჯეტი 17 მილიარდი რუბლია. იაპონიამ ცხინვალის ემერ ბანკს სანქციები დაუწესა. მთავრობის განცხადებით, სასანქციო პაკეტშია რუსეთის 3 ბანკი, 29 იურიდიული და 11 ფიზიკური პირი. ასევე წესდება საექსპორტო შეზღუდვები 22 რუსული ორგანიზაციის მიმართ და 325 სახეობის საქონელზე, რაც ძალაში 23 იანვრიდან შევა. დმიტრი პესკოვი დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის მიხედვითაც პუტინის სურვილის შესაბამისად შეხვედრა მზადდება, არ ადასტურებს. ამბობს, რომ მზადება ჯერ არ მიმდინარეობს. თავის მხრივ სავარაუდო შეხვედრის თარიღი დონალდ ტრამპს არ დაუსახელებია. შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი ტრამპის და პუტინის შეხვედრის ორგანიზებაზე საუბარს გამოხატავენ. კრემლის ინფორმაციით 17 იანვარს რუსეთი და ირანი ყოვლის მომცველი სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას დადებენ. შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად მოსკოვს ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. შვედეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ჰიბრიდული თავდასხმების გათვალისწინებით, შვედეთი ომში არ არის, მაგრამ არც მშვიდობა აქვს. მისი თქმით, ჭეშმარიტი მშვიდობა შეუძლებელია თავისუფლების გარეშე და ქვეყნებს შორის კონფლიქტის დროს. როგორც ის ამბობს, მათ ვისაც სურთ მშვიდობა, ომისთვის უნდა იყვნენ მზად. დროებით ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთი 5 მილიარდ 200 მილიონი რუბლი დაეხმარება, თანხა დოლარში 48 მილიონია. ჯამში ოკუპირებული აფხაზეთის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 17 მილიარდი რუბლია. დე-ფაქტო ფინანსთა მინისტრის ვლადიმერ დელბას ინფორმაციით, მოსკოვიდან გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას მოხმარდება. მისი თქმით, ფინანსების ნაწილი უკვე ასევე მოხმარდება საჯარო სექტორის თანამშრომელთა ხელფასების თანადაფინანსებას. 2024 წლის შემოდგომიდან აფხაზეთს დაფინანსება შეჩერდა მათ შორის ეგრეთ წოდებული საჯარო სექტორის თანამშრომელთა ხელფასების თანადაფინანსებაც. მიზეზი სხვა საკითხებთან ერთად ეგრეთ წოდებული საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების ჩაგდება იყო, რაც დე-ფაქტო დეპუტატებს მოქალაქეების პროტესტის გამო მოუწიათ. ევროკომისიამ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 158 მილიონი ევრო გამოუყო. ეს ინფორმაცია ევროკომისიამ თავად გაავრცელა და აღნიშნულია იქვე, რომ ვინაიდან რუსეთის აგრესიული ომი აგრძელებს უკრაინის განადგურებას, განადგურებული გადაუდებელი დახმარება დაახლოებით 12.700.000 ადამიანს ესაჭიროება. ევროკომისიის ახალი დაფინანსება გამოყენებული იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად და უკრაინის ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობისათვის აუცილებელი დახმარების უზრუნველსაყოფად. კომისია აღნიშნავს, რომ უკრაინაში ჰუმანიტარული პროექტებისათვის 140 მილიონი ევროა გამოყოფილი. დაფინანსება გადაუდებელი დახმარებისთვის, მათ შორის საკვების თავშესაფარის, სუფთა წყლის, ჯანდაცვის და ზამთრის პერიოდში დაცვის უზრუნველყოფაზე იქნება გამოყენებული. ძირითადი პრიორიტეტებია მოწყვლადი მოსახლეობის მხარდაჭერა აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინის ომის დაზარალებულ რეგიონებში. ამასთან მოლდოვაში ჰუმანიტარული პროექტებისათვის 8 მილიონი евро გამოიყოფა. მხარდაჭერა ფოკუსირებული იქნება უკრაინელი ლტოლვილების და მოლდოვური მასპინძელი თემების დახმარებაზე. ისეთ კრიტიკულ სერვისებზე წვდომაზე, როგორიც არის ჯანდაცვა, განათლება და ფსიქოსოციალური მხარდაჭერა. ევროკომისიაში განმარტავენ, რომ დახმარების ამ პაკეტით მათ მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარების საერთო ღირებულება 1 მილიარდ 100 მილიონ ევროს გადააჭარბებს. როგორც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა რიზეში რამდენიმე დღის წინ გამართულ პოლიტიკურ კონგრესზე განაცხადა, ქვეყნის ხელისუფლება შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროს რკინიგზის ქსელით აღჭურვას გეგმავს. 509 კილომეტრიანი რკინიგზა, რომელიც თურქეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ სამსუნში დაიწყება, ორდუს, გირესუნს, ტრაბზონს, რიზეს,
და არ თვინს გაივლის და საქართველოს საზღვართან სარფში დასრულდება. თურქეთის ხელისუფლების პროგნოზით რკინიგზით ყოველწლიურად 10 მილიონი ადამიანი ისარგებლებს. ჩინეთის ლიდერის და კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი სი ძინპინის განცხადებით, წელს ქვეყნის ეკონომიკა მინიმუმ 5%-ით მაინც გაიზრდება. როგორც სი ძინპინი აღნიშნავს, მმართველი პარტია ყველანაირი საგარეო და საშინაო გამოწვევისთვის არის მზად, ამიტომ ინვესტორებს საქმეს სანერვიულოდ არ აქვთ. მან აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში მთავრობა სუბსიდიების და დახმარების პაკეტების ამოქმედებასაც არ მოერიდება. სი ძინპინმა ტაივანის შემოერთების საკითხზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის ჩინეთის სუვერენიტეტის ნაწილია და ამ მოცემულობას ვერავინ შეცვლის. ასეთი იყო საქმის კურსის შემაჯამებელი გამოშვება ამ დროისათვის. წინ საქმიანი საღამო გეულდებათ, რომელსაც გიორგი არონია და გიორგი თოლორდავა გაუწყობიან. ჩვენ ხვალ საღამოს 7 საათზე შევხვდებით ერთმანეთს BMG TV-ს ეთერში.